თუ ვყიდულობთ ნებისმიერი რომელიც გინდათ ავიღოთ. მეც ვიყავი ადრე მაგის მოყარული. გინდა ბომბაჩიკები, აი დიდი მწვანე ლიმონკები კი. გინდა სხვადასხვა შავი ასაფეთქებლები არის, ძლიერი ასაფეთქებლები, რომელსაც იზიდავს ახალგაზრდობა და უნდათ რომ გამოიყენონ და აწიონ ასე ვთქვათ. ის მიდამო ახალ წელს 31 დეკემბერს 12 საათზე და მრავალი სახის არსებობს და ამავდროულად თუ ჩვენ ვყიდულობთ ამ ასაფეთქებლებს და გვაქვს ბოთლები და გვაქვს თუნდაც წინა ეზოში ან უკანა ეზოში სახლის უკან არ აქვს მნიშვნელობა გვაქვს ბოთლები და გვაქვს ჩვენ ამის მცირე მეურნეობა და მივსდევთ ამ საქმიანობას ანუ მეც გირჩევთ და ასეც არის ანუ ჩვეულებრივად რომ მივიდეთ ამ დასკვნამდე რომ არ შეიძლება არაფრით არანაირი ბომბაჩკის და რაღაც რამეების გასვლა შეიძლება ფეიერვერკი გაუშვა ხო დიდი გაუშვა ახლა ახალი წელია და რაღაცა ფეიერვერკი გაუშვა და ცოტა მოშორებით ისიც ბოთლების გალედა და რატო არ გვინდა რომ ავაფეთქოთ ახლა ეს დიდი ბომბაჩკები ლიმონკები და ასე შემდეგ უფრო უფრო დიდი ხმიანი ასე ახლა პატარები რო იყიდება 60 თეთრიანები რამდენიც გინდა უთქლაცონი აკეთებთ ესე იგი ბოთლერს არის ძალიან ფრთხილი ცხოველი პირველ რიგში ეშინი ამას თუნდაც პატარა აი ტაში რო დაუკრა ასე არ შეიძლება ეშინია კიდევაც არა ვითარი თოფის გასროლა მასთან ახლოს ახალ წელს თოფის გასროლაც იციან და მოერიდეთ წინა ეზოში გაისროლეთ თოფი ძაღლებს ეშინიათ ხოლმე ახალ წელს ბათქაბუთხი რო იციან ბოთლერს როგორ შეეშინდება მოგეხსენებათ ბოთლერი არის ძალიან ფრთხილი შიშარა და სუსტი გულის მქონე ცხოველი მისი გული ანუ გასკდება ეგრევე დიდ ხმაურზე და იგივე გაფრინდება იმ ქვეყანაში თან არანაირი დრო არ უნდა ამას ააფეთქება შეიძლება ეგრევე წაწვეს ბოთლერი ამიტომ მოერიდეთ გინდ წინა ეზოში გინდ უკანა ეზოში სადაც ხავთ ბოთლერი სახლის ტერიტორიაზე დიდი ბომბაჩკების აფეთქებას პატარები რამდენიც გინდა ისროლეთ ხმარო არ აქვს დიდი ბომბაჩკები არ ისროლოთ მე გამემფრთხილები ხართ რომ ეს არის საზიანო ბოთლისთვის არ შეიძლება ანუ დიდი ზომის ბომბაჩკები გავისროლოთ ახალ წელს ბოთლებთან ასევე თოფიც არ შეიძლება გავისროლოთ ბოთლებთან ახლომახლოს გინდა ახალ წელი იყოს გინდა ისე რადგან გითხარით ბოთლები არიან სუსტი გულის პატრონები ბოთლები კი არა სკოლაში ჩვენ დამლაგებელს ასაფეთქებელი ვაუფეთქეთ ქალი ერთი კვირა ყურებში გარჯობილი ბამბებით დადიოდა და ბოთლებს აღარ შეეშინდება კაცო მოკლედ მე ჩემი სათქმელი გითხარით დანარჩენი თქვენ იცით ახალი წელია მეგობრებო ყველამ გაუგეთოთ ერთმანეთს საჩუქარი და თქვენი საჩუქარი ის იქნება ჩემდამი რომ გამოიწეროთ ეს არხი და subscribe-ოთ წითელი ღილაკი იქნება და თუ შავი ესე გამოწერილი გაქვს და თუა წითელი ღილაკი გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობარო და ლაიქ ეს ვიდეო თუ მოგეწონა და მომავალ 2021 წელს შეხვდებით ისევ მე არსად არ მევდივარ ნახომდის და დაესწრებით მრავალი